საღამოშტობისა პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და როგორც ყოველთვის პარასკევს 9:30-ზე პირდაპირ ეთერშია გადაცემა ღამის სტუდია. დღეს 9 მაისია და ყველას გილოცავთ ამ არაჩვეულებრივ და უდიდებულეს დღეს, იმიტომ რომ სწორედ 9 მაისს მოხდა ოფიციალურად გაფორმდა დამარცხება იმ დიდი ბოროტებისა, რომელსაც ფაშიზმი ერქვა. ბუნებრივია რომ 9 მაისთან დაკავშირებით სტუმრად მოვიწევდი ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს ბატონ გულბადრ ცხილაძეს. გესალმებით ბატონ გულბადრ, გმადლობთ რომ ჩემი სტუმარი ხართ და სანამ ჩვენ საუბარს დავიწყებთ, ერთი საოცარი სიმღერა მინდა ვთხოვო ოპერატორს ჩართოს, იმიტომ რომ ეს არის სიმღერა, რომელმაც იწინასწარ მეტყველა რომ გამარჯვება აუცილებელი იქნებოდა. გთხოვთ, ჩართოთ. Здравствует наша победоносная Красная Армия. Да здравствует наш славный военно-морской флот. Да здравствует могучий советский народ. Да здравствует наша великая Родина.
გულბათ ალბათ შტაბ-ეშტილების ქვეშ ხარ. მართლაც საოცარი რამ იყო ეს მეორე მსოფლიო ომი. ესეთი ღია არადაფარული სიბოროტე, რაც კარგ ტონად ითვლებოდა და დღეს განსაკუთრებით აღარ მიგვირს ის რაც ხდებოდა მაშინ. დღეს განსაკუთრებით აღარ მიგვირს, იმიტომ რომ ყოველთვის ვამბობდი, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ესეთი. დღეს უკვე აღარაფერი აღარ მიგვირს სამწუხაროდ. თქვენი დამოკიდებულება ამ დღისადმი და მეორე მსოფლიო ომისადმი. ჩემი დამოკიდებულება ასე თუ ისე ცნობილი არის. კი, რა თქმა უნდა. ის აისახა არაერთ ჩემს არა მხოლოდ სატელევიზიო გამოსვლაში და საგაზეთო პუბლიკაციაში, არამედ წიგნში, რომელსაც ქვია დიდი სამამულო ომი 1941-45 წლები წერტილი ცნობარი. და ამ წიგნში რომ გამიკვირდა, რომ აქამდე არ იყო გამოცემული მთელი სამამულო ომი თავიდან ბოლომდე. და ეს პერიოდი აღწერილი უცნაურია, მე თვითონ გამიკვირდა, რომ საბჭოთა პერიოდშიც კი არ იყო. იყო რა თქმა უნდა ცალკეული ეპიზოდები ბრძოლების. ესე შეკრული თემატო ხო, მთლიანად აი ქართველების განსაკუთრებით ხვაწლდა ეს რაც საჭირო და აუცილებელი, მაგრამ ქართულ ენაზე ეს არ იყო. და შევავსეთ ასე თუ ისე ეს ძალიან ცოტა არის და ზღვაში წვეთია, მომავალში კიდევ ბევრი უნდა გაკეთდეს. და რაც შეეხება ამ ემოციურ დამოკიდებულებას და რაც თქვენ ეს ძალიან კარგად ახლა გააკეთეთ გადაცემის დასაწყისში, მე მგონი ძალიან ბევრი ტელემაყურებელი მადლობას გეტყვით თქვენ ამის გამო. იმიტომ რომ ეს საოცარი სიმღერა გადაგვაჩვიეს. ეს ახლა ჩვენ ბავშვობაში იყო ეს ჩვეულებრივი მომენტი, თუმცა ცუდი ის იყო, რომ სტალინს მაინც და მაინც არც მაშინ წყალობდნენ, ხო? იმ საბჭოთა პერიოდშიც ხრუშოვის იმ ავაცახსენებელი მმართველობის შემდეგ და დროს და შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი გადაიყვანეს სწორი განვითარების გეზიდან და ნელ-ნელა ეს უზარმაზარი სახელმწიფო ინერციით კი მიდიოდა, მაგრამ მაინც დაღუპვისკენ მიდიოდა, გარდაუვალი დაღუპვისკენ აი ამ უპასუხისმგებლო ხალხის და მმართველების გამო. თუმცა ის მაინც გახდა სანატრი იმასთან შედარებით, რაც დღეს არის. მე არ მინდა დღეს ბევრი ვილაპარაკო ნეგატიურზე, აუცილებლად პოზიტიურს დაუბრუნდები. თუმცა მინდა ვთქვა, რომ აი პოზიტიური მუხტი, რომლითაც მივდივარ ყოველ 9 მაისს, აქამდე იყო გამარჯვების პარკში, ხო, ვაკის პარკში. აი ეს მინდოდა მეკითხა, აი რატომ არა ვაკის პარკში? მე მივხვდი, რომ თქვენ ამას ვკითხავდით და ამიტომ მე თვითონ უკვე წინასწარ თქვი, დავიწყე ამაზე საუბარი, რომ ვაკის პარკში დავდიოდით და აღარ დავდივართ 9 მაისს ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ უცნობი ჯარისკაცის საფლავი, ეს მონუმენტი არის თითქოს რესტავრაციის ქვეშ, მიმდინარეობს ვითომ რესტავრაცია. სინამდვილეში არაფერი არ მიმდინარეობს. რამდენი წელია? უკვე მე თქვენ გეტყვით, მე-5 წელი დაიწყო. და იმიტომ არ მიმდინარეობს, იმიტომ არა რომ ქალაქს ფული არ აქვს ამისი დედაქალაქს. არამედ იმიტომ რომ თავის დროზე სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტი როდესაც იყო იგი წამოაყენა წინადადება რომ გადაკეთდეს ეს მონუმენტი როგორც ვიზუალურად ისე შინაარსობრივად იქ მოხდეს რაღაცა მუზეუმივით გაკეთება შექმნა რომელიც იქნება ამსახავი არა დიდი სამამულო ომისა, რომელსაც ამოაგდეს ეს ტერმინი. დავუშვათ მეორე მსოფლიო ომი, იმიტომ რომ ესეც კორექტულია, იმიტომ რომ დიდი სამამულო ომი არის შემადგენელი ნაწილი მეორე მსოფლიო ომისა, ძირითადი ნაწილი და ჩვენთვის იყო სამამულო. ჩვენთვის ხო, და რადგანაც არ ვთვლიან რომ ახლა საბჭოთა კავშირი რაღაცა მამულთან შეიძლება იქნას ასოცირებული, ამიტომ ხო ერთ წუთი ამას თავი დავანებოთ. მეორე მსოფლიო ომის მონუმენტი კი არ უნდა ყოფილიყო ზურაბიშვილის ინიციატივით, არამედ რაღაც ასე იყო ფორმულირებული საქართველოს ყველა ომში დაღუპულების მემორიალი, რაც აბსურდია, აბსოლუტური, როგორ ყველა ომში რა, ახლა ხო ვიძახით რომ ვართ მინიმუმ ფარნავაზის დროიდან იქიდე კოლხები და რაღაცა ხო კოლხი და როგორ ახლა იქიდან დავიწყოთ არგონავტებიდან დავიწყოთ სპარსელებთან ომით, ძველ სპარსეთთან ომით, ალექსანდრე მაკედონელის შემოსევებით და ესეც ყველაფერი აქედან მოდის თუ უფრო
არა, ეს არის ჩადებული ამაში ანტირუსული შინაარსი, რომ ყველა ის ომი, რაც თითქოს ჩვენ რუსეთთან ქონია და ეს იყო აბსოლუტურად ხაზგასმით ჩადებული აი ამ იდეაში. და ეხლა კაი, ეს იმისი იყო, მაგრამ შენ რას აკეთებ? როდესაც შენ ხარ ქალაქის მერი, შენ ხარ პრემიერი, გააჩერეს ეს, ესე იგი ეშინიათ იმის, როგორც ჩანს, იმასაც ვერ ბედავენ, რომ მათ ჭკუაზე წავიდნენ და გადააკეთონ ეს მონუმენტი. მაგრამ მიატოვეს ფაქტობრივად, იქ სამშენებლო ნაგავია გარშემო, კი რაღაც მოალაგეს ცოტა ის რაღაცა მეწერილი დავწერე მერის სახელზე. 1-2 არ ამგონი ახლა მაინც და მაინც ჩემი წერილის გამო, მაგრამ რაღაცა შეცვალეს, თუმცა არაფერი არსებითად, ისევ ის მინგრეული ღობე და ძალიან ცუდ და მძიმე შთაბეჭდილებას რომ ტოვებს ისევ მდგომარეობაში არის ეს ადგილი. და გადავიდა ოფიციალური ღონისძიებები ვეტერანთა დასვენების პარკი რომ არის კიკვიძის პარკი, სამზონად და ნახალოვკის კუთხეში. სადაც 2016 წელს დაიდგა მელიტონ ქანთარიას ბიუსტი. და ეს ბიუსტი საერთოდ არ გავს მელიტონ ქანთარიას. რაღაც პროფილი აიწყვირი გავს, არ გავს, ეს შეიძლება არ იყოს ისეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ მელიტონ ქანთარია ჩვენ როგორ ყავს მეხსიერებაში. არაჩვეულებრივი პიროვნება, მე ამას იმიტომ ვამბობ, მისი აი ბოლო პერიოდის ინტერვიუებიდან გამომდინარე. უკეთილშობილესი კაცი, რომელმაც სიცოცხლე დაასრულა როგორც ლტოლვილმა თუ დევნილმა, როგორც გნებავთ აფხაზეთიდან და ეს კაცი არ გაბოროტებულა. ის მაინც მოუწოდებდა სიცოცხლის ბოლო დღეებშიც ხალხებს, ადამიანებს, საბჭოთა კავშირის ხალხებს მეგობრობისკენ და იმ იდეალებს აღიარებდა, რა იდეალებისთვისაც ის იბრძოდა. ასე ყველა არა, თქვენ არ გეგონოთ, რომ ყველა ვეტერანი ასე იყო, ხო? და ეს დიდი პიროვნება, რომელიც გარდაიცვალა მოსკოვში როგორც ტოლვილი ლუშკოვმა ბინა აჩუქა სხვათა შორის, მაგრამ ის ბინა უკვე ვეღარ შეავსებდა იმ დანაკლისს, რაც მას პირველ რიგში მორალურად და საქართველოში რატო არ აჩუქა ის ტრავმა. ხო, და აი საქართველოზე ვლაპარაკობ და აქაც ისეთი ბიუსტი დაიდგა, რომ ქანთარი არ გავს ქანთარიას, იმიტომ რომ აი როგორი ყავთ მეთქი მეხსიერებაში, ხო? სამხედრო კუდი, ფურაშკა, სამხრეები, სამხედრო ფორმა, მთელი ეს სილამაზე სამხედრო, მისი მეგობარი მიხაილ ეგოროვი, ის დროშა, გამარჯვების დროშა, რომელიც და ძალიან უყვარდა სიმღერა два бойца ერთხელ იმას უჭუსოვსაც კი ეს ახლა შორს აგვიყვანს, მაგრამ მე ვამბობ აი ნეუსტროევის ბატალიონთან ერთად სურათი რო არის. და აი ეს ყველაფერი უბრალოდ აქედან არაფერი არ არის ასახული ამ ბიუსტზე. და აწერია მან კვარცხლბეკს, რომ მელიტონ ქანთარია ქართულად და აღარც მახსოვს რუსულად თუ ინგლისურად. მე მგონი ინგლისურად ხო რა რუსულად, ინგლისურად, სასაცილოა. ინგლისურად რა საჭირო. და ესე იგი არ საწერია იქ რომ ვინ იყო ეს მელიტონ ქანთარია. ხო, უნდა ეწეროს იქ რომ მოდის ახალგაზრდათაობა, მოსწავლეები, სტუდენტები თუნდაც. მე შეგეთქვი ასწავლიან რა. ხო, არაფერს არ ასწავლიან, იქ უნდა ეწეროს რომ ეს არის საბჭოთა კავშირის გმირი. არ აწერია ეს და საერთოდ ეს არის უკვე სირცხვილი. ქართული მეომარი რომელმაც დროშა აფრიალა აისაგის თავზე. და აი სწორედ ის უკვე მე რამდენი წელია ასე ფარულ იმას ვაკეთებ იქ ჩუმ პროტესტს ასე ვთქვათ. მიმაქვს ფოტოებზე დაბეჭდილი ეს ნამდვილი მელიტონ ქანთარია როგორიც იყო, ავთენტური, აი ეს რაც ჩამოგითვალეთ ნეუსტროევის ბატალიონი, იქ ეგოროვთან, ამ თვითონ მეტაურთან, ამ ნეუსტროევთან, სამსონოვი და ეს ხალხი ვინც არის იქ ერთად შეკრული, მათ ფოტოს და ზედ ვაწერ ნამდვილი მელიტონ ქანთარია, ხო? და ვდებთ ამას კვარცხლბეკთან და ასე რაღაცა პარტიზანული, რაღაცა მოქმედება, ეს თუ კრეატიული თუ რაღაცა. წელსაც ასე კი მივიტანეთ ახლა უფრო პატარა ფორმატით და რუსულად დავაწერე, იმიტომ რომ უამრავი რუსი ტურისტი მოდის და რუსი მოქალაქე ვინც აქ არის ჩამოსული თუ აქ ცხოვრობს, სანახავად. იყვნენ დღეს. მაგაზეც მოგიყვებით. და აი იცით რა არის, აი ეს ნეგატივი რაც მოდის, მე არ ვიტყვი ამ მთავრობისგან, მაგრამ უკვე რამდენი მთავრობა გამოვიცვალეთ, ყველასგან ერთი და უფრო მძიმდება და მძიმდება, ხომ ეს დამოკიდებულება 9 მაისის მიმართ. ხალხი დღეს იყო
ძალიან ცოტა ამ პარკში. მე არ ვიძახი ჩვენი მომხრეები, ჩვენები ბევრი იყო და კიდე ყველას არ ვეძახით ხოლმე ხან ერთს ვცდილობთ ხარ რომ ყველა მიიღოს, იმიტომ რომ ვერ ვეტევით მე მივდივართ სადღაც ბანკეტიც არის დარბაზში და საორგანიზაციო პრობლემებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი უნდა ჩვენმა ორგანიზაციამ გააკეთოს და პირიქით ჩვენ ვცდილობთ რომ უფრო ნაკლები ხალხით, მაგრამ წელს ვინანენ და მომეყვანა ბევრი ხალხი, იმიტომ რომ თვითონ ეს გამოვლელი იყო ცოტა ძალიან და აქედან ნინო ნახევარზე მეტი იყო უშიშროებით ხო გავსებულია იქ გასაგებია უსაფრთხოების ზომები და ისინი უნდა იყვნენ იქ, მაგრამ ტურისტები რუსები იყვნენ, უცხოელები, აქაური რუსები არა ჩამოსულები, აქაურები ცოტა არიან საბწუხაროდ ძალიან და ქართველი იყო ძალიან ცოტა. მე მესმის რომ საქართველოში უკვე ცოტა დარჩა ქართველი, ისედაც მე მესმის, ხო, გაედინება ეს ხალხი, მაგრამ მაინც იცით არ არის ლამაზი ეს და არ არის მისაღები. აი სწორედ ეს არის, რაზეც მინდოდა ყურადღების გამახვილება. ანუ რუსი ტურისტები უფრო ბევრი იყვნენ ვიდრე და კი, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ იყვნენ უფრო მეტნი. იქ ჟურნალისტები, ხო, ჟურნალისტები, ტურისტები. ჩვენ ფოტოები გვაქვს და მე ვთქვი რომ გაუშვას და ხო, მე ახლა ვერ ვხედავ ეკრანს რა ჩაწერილიც დიახ რომ კადრები გაუშვით შეიძლება. გაუშვათ, იქ ახლა ეს არ ასახავს იმ მთლიან ვითარებას, იქ ჩვენი ორი სამახსოვრო ფოტო არის პორფირე ჩანჩიბაძის ბიუსტთან გადავიღეთ. ჩანჩიბაძის ბიუსტი ვინც არის ის დგას კინო საქართველოსთან, იქ სკვერია, პატარა ეკლესია არის იქვე და იმ ტაძარში შესასვლელთან დგას ეს ბიუსტი, ძველი ბიუსტი არის და პორფირე ჩანჩიბაძეც ასევე გმირი იყო. საბჭოთა კავშირის გენერალი, გენერლობამდე მივიდა, პოლკოვნიკად დაიწყო მოსკოვის დაცვის ბრძოლებში და პრუსიაში უკვე გენერლობა მიენიჭა და სამწუხაროდ ადრე გარდაიცვალა 50-იანი წლების დასაწყისში. კანტარიამ იცოცხლა უფრო უკაცილებით დიდხანს, ხო ვიცით. და მოვიდა მთავრობა. ახლა კიდე ერთი საკითხი. ამჯერად დღეს დიახ მე პრეტენზია არ მაქვს არც პოლიციასთან, არც უშიშროებასთან, საკმაოდ ჩვენთან დემოკრატიულად ტარდება იმ გაგებით, რომ არ ზღუდავენ მოქალაქეებს გადაადგილებაში. ეს კარგია ნამდვილად, თუმცა ვიმეორებ, რომ ბევრი ხალხი არ იყო ისედაც. მობრძანდნენ, მაგრამ ეს იყო როგორ იცით, ახლა არ მინდა ზედმეტი კრიტიკა იყოს, მაგრამ ძალიან ჩქარა მორბიან, გარბიან. ხო თითქოს რაღაცა და მე შთაბეჭდილება დამრჩა რომ ის ყვავილები რაც მათ მოიტანეს დღეს აი იცით მანქანით რომ გადიან სასაფლაოებზე და გზაზე აი საბურთალოს სასაფლაოს ასახვევი როა და გზად ყვავილები რო იყიდება და რაც ხელში მოყვებათ იმას რო იყიდიან დაუშვათ ხო თუმცა ის ჭირისუფალი გაცილებით უკეთ არჩევს ამ ბუკეტს მოიტანეს რაღაც შავ ქაღალდში გახვეული ძალიან უშნოდ აი შეუსაბამოდ რაღაც ტრაურნი იმაში გახვეული ყვავილები ისეთი ნუ ძალიან არამიმზიდველი ნუ ახლა ჯერ ერთი მთავრობა რო ხარ ისა ლექსუსის ჯიპებით რო დადიხარ ხო ამ ხელა ჯიპებით ამ გაღარიბებულ გაღატაკებულ ქვეყანაში იცი რა ყვავილში გაიმეტე რა ცოტა მეტი ფული ანუ შეუკვეთე რაღაც ახლა შემწვა ახლა არ ვიცი ის რა ღირდა ის ყვავილები ერთად 100 ლარი ალბათ თუ ხო და კაცო ერთი ნაცნობი ჟურნალისტი იდგა იქ ქართველი მაგრამ უცხოურმეებზე მუშაობს და რა გადავიღო ეხლა მინდაო გადავიღო და ეს როგორ გადავიღო სირცხვილი არ არისო ის ეხლა ალიევმა თქვა რომელიც მოსკოვში არ წავიდა მაგრამ იმხელა რაღაცა ყვავილები და ბუკეტები საოცრება დაატრიალა ბაქოში და ჩვენთან თბილისში აი ესე მიგდებული იმას ვენიკებს რო ეძახიან ვენოკი კი არა ვენიკი ცოცხი ანუ აი ესეთი დონის ის იყო და მე მივედით და ჩვენი ყვავილები დავაფარეთ ზემოდან იქ ვარდები ლამაზი ახლა ჩვენ რა მთავრობაზე მეტი შესაძლებლობა გვაქვს მაგრამ არ არის მათი მხრიდან ის დამოკიდებულება ამ დღისადმი რაც უნდა იყოს მოვიდნენ ამ კობახიძეს დაანახეს ჩვენებმა სტალინის პორტრეტის შეცვლა ცოტა ისე ხო და გაიქცა ჟურნალისტებთან მივიდა და იქ რაღაც არ ვიცი რა ილაპარაკა რა ვიცი იმ ჟურნალისტებსაც ხო არ აინტერესებთ ის 9 მაისი დაკვირვებული ვარ ყოველ ჯერზე 9 მაისს როდესაც მოდის
პრემიერი იქნება თუ პრეზიდენტი თუ ვინც გინდა ხო მთავრობიდან ელაპარაკებიან აი პარტიულ პოლიტიკურ თემებზე და დარწმუნებული ვარ დღესაც იქ რაღაცა მეგობარი აქცე ჰკითხავდნენ და სხვა რაღაცეებზე, მაგრამ არა 9 მაისის მნიშვნელობაზე, რაცო ეს არის ჩვენი უბედურება და სირცხვილი. და მე მრცხვენია რომ აი იქ ვიყავი დღეს, პირდაპირ გეტყვით. თუმცა აი ჩემი მეგობრების და იმათი ისინი ანეიტრალებენ რომ თორე დანარჩენი ყველაფერი იქ იყო სამარცხვინო. სამწუხაროა ძალიან. მე როგორც მოусმინე დღეს 57 ვეტერანი დაგვრჩა, შემოგვრჩა საქართველოს. აი მე წარმომიდგენია რომ ეს 57-ვე უნდა საოცრად ლაღად გრძნობდნენ თავს ხელისუფლებისგან, ისეთი ხელშეწყობა უნდა იყოს და მათ პრობლემა არ უნდა ქონდეთ, თუმცა რა ვიცი, ძალიან ეჭვმეპარება რომ ესე იყოს და ვინმე აქცევდეს ყურადღებას ჩვენს ვეტერანებს. ჩვენ ვისაუბრეთ 700,000 მეომარი წავიდა საქართველოდან, ხო? და ახლობით 20% იყო ეს მოსახლეობის, რაც მაშინ საქართველოს რესპუბლიკას ყავდა. და ძალიან დიდი საქართველოს ჩვენერი პატარა ერისის, თუმცა მაშინ ძალიან ბევრი ვიყავით დღევანდელთან შედარებით, ძალიან დიდი ციფრია. 700,000-დან 400,000-მდე დაბრუნდა. ხო, ნუ ეს მე ცოტა საკამათოდ მიმაჩნია, იმიტომ რომ წყაროს ვერ მივაგენი ეს რო ვიძახით 300,000 ხან 350,000 ლტოლვილების არ იყოს, ხო? ვერ გავიგე წყარო სად არის, ვერ მივაკვლიე, იმიტომ რომ ეს ციფრი გაჩნდა უკვე გვიანდელი საბჭოთა საქართველოს დროს შევარდნაძის მმართველობის პერიოდში და მე ცოტა ეჭვი მაქვს რომ ეს დაღუპულების მე არ ვიძახი გაწვეულების დაღუპულების ციფრი გაბერილია რომ ბრეჟნევი უნდა ჩამოსულიყო და აქ გამოიჩინა შევარდნაძემ თავი რომ აი უფრო ნაკლები ნაკლები, მაგრამ აი მე ამ წიგნშიც მაქვს ლაპარაკი რუსული სტატისტიკების ყველაფერი, მაგრამ მაშინ არ იყო ეროვნების მიხედვით აღრიცხვა ამ დაღუპულების გესმით რაშია საქმე და ამიტომ იქმნება სირთულეები სტატისტიკაში და ყველა რესპუბლიკაში ეს პრობლემა ვინ რამდენი ეროვნების დაიღუპა ხო ზუსტად დაახლოებით შესაძლებელია მაგრამ ძალიან ბევრია საქართველოს ძალიან ბევრია მე ახლა ამით იმას კი არ ვამბობ რომ ქართველები არ დაიღუპნენ ბევრი დაიღუპა შეიძლება იმდენი არა 300,000-მდე დაიღუპა ხო იმიტომ რომ მაინც ასეულ ათასებზეა ლაპარაკი აქ ათეულ ათასებზე არ არის ლაპარაკი უკვე ძალიან შორს არის ასეულ ათასებზე და რა თქმა უნდა ეს ჩვენი ერისთვის არის დიდი დანაკლისი ოღონდ ეხლა მე რა მინდა ნინო დავძინო აი აქ თუ ნებას მომცემთ მოკლედ რომ ეს არ არის ფუჭი დანაკლისი ხალხმა უნდა იცოდეს მე ერთ-ერთ მსვლელობის დროს რამდენიმე წლის წინ მაშინ ჯერ კიდევ ვაკის პარკში იყო ესა რომ გამოვედი მახსოვს ერთი ესე საშუალო ხნის კაცი მოვიდა და აიო ესო ხო ჩვენი მსხვერპლი რო იყო საბჭოთა კავშირს შეეწირა ეს ხალხი და ჩვენ რატო უნდა გვეომა და ისო ამას ახლა პატარა ბავშვი კი არ მეუბნება ამ ხელა კაცი ჩემზე უფროსი კაცი მეუბნება და მე ასეთი ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა რომ ახლა ვერ დავაბრუნეთ იმ დროს 1921 წელს და ვერ შევცვლით და ვერ ვნახავთ რა იქნებოდა მაშინ ისე რომ ყოფილიყო და ასე ყოფილიყო მაგრამ მე ამ წიგნში რაც გამოვაქვეყნე მე თვითონ გერმანელი ავტორების მიერ განხილული მასალები მაქვს ნაშრომები მათი რომ რას აპირებდნენ ისინი კავკასიაში აქ ცალსახა პასუხი არ არის იმაზე რომ კონკრეტულად რა ბედი ელოდა ქართველობას საქართველოს მაგრამ კარგი არაფერი აი ნახეთ მე ძალიან დიდ პატივს უნდა მიყვარს გრიგოლ რობაქიძე და ის საოცარ ხიბლებში იყო აი მე მამა ჩემი მიკითხავდა რომ აი გრიგოლ რობაქიძეს ჯეროდა რომ მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე საქართველოს იქნებოდა კულტურული ცენტრი იქნებოდა უნივერსიტეტები თეატრები გამოფენები და ქართველი მხედრები ესე იგი გააკონტროლებდნენ საბჭოთა კავშირის ტერიტორიას ეს მას ჯეროდა და აი რაღაც სასწაულია მას ჰქონდა ეს ხიბლი და მიკვირს გრიგოლ რობაქიძე როგორ უნდა შემცდარიყო ასე ეს რომ რაღაც იქ კარგი მოლექსე იყო ეს არ ნიშნავს რომ აზროვნებაც მაგრამ აი ჰიტლერს მიშასი არ იყოს ხო რო შეხედავდი უკვე იგრძნობოდა რომ რაღაცა სხვა სიტუაცია ისევე როგორც მიშას რო შეხედავ ხტები უკვე რომ მე კი არ ვადარებ კი უცნაურია მაგრამ არის ეს ასე რომ არ აღიქვამს ადამიანი ხო ვიზუალურად ჩანს ხო ზოგიერთი ხო ნამდვილად
და აი ამაზე ვლაპარაკობდით ახლა ჩვენ რომ არ არის რაელო და საქართველოს რაელო და საქართველოს და იყო ორი ვარიანტი ძირითადად რო ვთქვათ რომ საქართველოს უნდა გამხდარიყო რაიხსკომისარიატი პროვინცია ფაქტობრივად გერმანიისა იყო იქ ლაპარაკი იმაზე განსაკუთრებით რიბენტროპის უწყება მხარს უჭერდა ანუ საგარეო სამინისტრო თუმცა როზენბერგის უწყება სხვა პოზიციაზე იდგა რომ რიბენტროპის უწყება ამბობდა რომ თურქეთს უნდა გადაეცეს საქართველოს ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილი და ნუ შემდეგ ამბობდნენ გერმანელები რომ არა მაინც უფრო ის იმარჯვებდა რომ გერმანული პროვინცია უნდა გამხდარიყო აქ კოლონისტები უნდა გაჩენილიყვნენ იმიტომ რომ მათ იცოდნენ რომ საქართველოში და კავკასიაში იყვნენ ისედაც გერმანელი კოლონისტები რუსეთის იმპერიის პერიოდში დასახლებულები რომ ეს საკმაოდ ნოყიერი და საჭირო ტერიტორიაა აქ მით უმეტეს ბაქოს ნავთობი ასევე ესმოდათ გერმანელ ფაშისტებს საქართველოს მნიშვნელობა და არა მარტო საქართველოს კავკასიის მთლიანად ახლო აღმოსავლეთის გასაკონტროლებლად მომავალში რომ და რუსეთისთვისაც როგორ რუსეთისთვისაც ისინი ფიქრობდნენ რომ საქართველოს კავკასიის გამოყენება შეიძლება და რუსეთის წინააღმდეგ ეს ომის დროს მაგრამ მე ვამბობ რომ იმ შემთხვევაში თუ კი საბჭოთა კავშირი დამარცხდებოდა აი მაშინ რა ბედიერილოდ მე არ ვამბობ რომ ომის დროს და აქ ზოგიერთ მაპატი იდიოტს გონია რომ ბავარიული ლუდი და სოსისები იქნებოდა თან და მე ამაზე ვლაპარაკობ რომ ის მასალები რაც არსებობს და მე ჩემიდან არ ვიძახი ეს თვითონ გერმანელებს აქვთ გამოკვლეული და ახლა მე თვითონ არ მახსოვს იმ ავტორების გვარები მეც უნდა ჩავიხედო წიგნში და ეს წიგნი იმიტოა საჭირო რომ ხშირად უნდა გადავხურცლოთ ხოლმე მაგრამ ახლა როგორც თქვა ის გვარები არაფერს არ შეცვლის ხო ჩაიხედონ და ნახონ იქ არის მასალები გამოყენებული რაც არქივებში და რასაც ამბობდა როზენბერგი, რიბენტროპი, ჰიტლერს საერთოდ არ აინტერესებდა კავკასია. ცოტა ტრამპივით იყო ჰიტლერი ამ ხრივ. არა, რიბენტროფი სტალინმა სხვა შორის დიდი პატივისა და არა, მაგას არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. არა, და რიბენტროფმა როგორ გაგვიმეტა, არა. საკი არა, ძალიან კარგად იცოდა სტალინმა რაც იყო ეს რიბენტროფი. უტრირებას ვახდენ. უბრალოდ როგორ გაგვიმეტა თურქეთისთვის თქო მაგას. ხო, რა, მაგას ხო, ასეთი კუთხით თუ ამბობთ, გასაგებია. თქვენ იცით ეს ისტორია სტალინთან და რიბენტროფთან დაკავშირებით? რომელი ისტორია? ძალიან მოეწონა სამზარეულოდ, რითაც გაუმასპინძლა სტალინი და ესო საოცარი საჭმელებია და ვინ და ლორდ-კიფანიძე ყოლია სტალინს შევპოვარი ასე ვთქვათ და დაუძახია სტალინს მოუხმია და გაუცნია რიბენტროფმა უთხრა ფონ რიბენტროფ იმან რა უთხრა ტრიფონ ლორდ-კიფანიძე ხო შეიძლება არ ვიცი ახლა ეს ბევრი ანეკდოტი დადის კი რა თქმა უნდა მაგრამ სტალინისგან არ არის გასაკვირი ხო თუმცა მე ეჭვმეპარება რომ ასეთი გულითადი ურთიერთობა და მეგობრული ურთიერთობა იყო და ამდენ დროს არ იყო მათ შორის სასაუბროთ მე მგონი პატარას გაუმასპინძლდებოდა აუცილებლად და ვინ ჩაიწერა საერთოდ ტრიფონ და ის პოსტკრები შევმატო აი ნუ ართ ესეთი ხო მე მაინც ცოტა ესეთი არა ეს სტალინის იმაშია და ძალიან კარგი რა თქმა უნდა სტალინს სხვათა შორის არაჩვეულებრივი უმორი ქონდა ბასრი და ну ის კამოს რატომ დაერქვა კამო ხო რომ წერილებს ატანდა და ეს კამო აქცენტით კამუ უნდა და ეკითხებოდა სტალინ კამუ უნდა ეთქვა ადა და კამო და ამიტომ შეარქვა კამო სტალინის ფიგურა იცით რა მე ამ ბოლო დროს როგორ არის იცით დამოკიდებულება რომ ეს არის მხოლოდ რუსი ხალხის გამარჯვება. ეს ცოტა გამაღიზიანებელია, იმიტომ რომ ქართული ფაქტორი ჯერ ერთი თვითონ სტალინის ფაქტორი იყო უზარმაზარი, თუმცა ბუნებრივია, ყველაზე დიდი ხარკი გაწია რუსმა ხალხმა. ხო, ხა ეს სასახად არის. მაგრამ ქართველი მეომრებიც იბრძოდნენ და არა მხოლოდ ქართველი, საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა რესპუბლიკიდან უამრავი ადამიანი დაიღუპა და შეეწირა აი ამ საერთო სამშობლოს. ანუ აქ რაზეა საუბარი რომ ის იმ სიბოროტეს რომ გაემარჯვა ესე იგი მე არ ვიცი რა მომავალი გვექნებოდა ჩვენ ბავარიულ ლუდზე ძალიან დიდი ბოდიში
აქედან გამომდინარე, რატო ეს დამოკიდებულება დღეს, აი დღევანდელ მე ვიყავი ბოდიში, მიმიწვია ბელორუსის ელჩომ, ბელორუსი, დიახ. გაიმართა ძალიან ისეთი კარგი საღამო ბელორუსის საელჩოში 7 მაისს. იყო ბელორუსიული დიასპორა, რამდენიმე ბელორუსიც არის, ქართველი ბელორუსი, ხო? და გარდა ბელორუსებისა იყვნენ მოწვეულნი ვეტერანები, ჩვენი ვეტერანები, რამდენიმე იყო მოყვანილი, დღეს პარკში სხვათა შორის 7 ვეტერანი იყო. ძალიან ხო, მივესალმოთ მათ, ყოველთვის ესენი იქნებიან ჩვენთვის ძალიან სათაყვანებელი და მისაბაძი ადამიანები. და აი საელჩოში გაიმართა ფილმის ჩვენება. ფილმის ჩვენება, რომელიც სხვათა შორის საბჭოთა პერიოდის ფილმისგან შედგება დიდი ნაწილი, კადრები აღებულია. დოკუმენტური. და ესე იგი, როგორ იცით, ნინო, რომ ეხლა ხო ვიცით, არა, ეს ზოგადად ვიცით, რა სისასტიკე იყო, რომ აი ეს სურათები გვაქვს, ეს შავთეთრი სურათები, მაგრამ რომ ნახავ, კიდევ ნახავ ამას და კიდევ ბევრ ამას ნახავ, ისეც რაც არ გინახავს, მათ შორის მეც არ მინახავს და ფაქტებს გაიგებ. ბელორუსიაში 8 თუ 9000 სოფელია გადამწვარი და განადგურებული. აი ნამდვილი გენოციდი, რაც მოუწყეს საბჭოთა ხალხებს და იმ ხალხებს განსაკუთრებით, სადაც დადგეს ფეხი გერმანელებმა და შეძლეს ოკუპაცია იმ ტერიტორიების. ბელარუსი ხალხი არ შეეგუა ამ დამონებას და მედგარწინააღმდეგობას უწევდა. მართალია, მაგრამ ის რომ მარტო იმიტომ ჟიდნენ მათ რომ პარტიზანული მოძრაობა იყო, ესეც არ არის თლად სწორი. მარტო პარტიზანობის გამო არა, უკვე მიდიოდა ეთნიკური წმენდა, რომ მომხდარიყო ამ ქვეყნის მთლიანად გარდაქმნა და გასუფთავება ბრჭყალებში ადგილობრივი მოსახლეობის. პატარა ბავშვების ხოცვა ასეულ მოწყალად, სწორედ ეს განაპირობებს, მაგას განაპირობებს. ის ავაზაკები, ვინც დააპატიმრეს, ვინც მონაწილეობას იღებდა, ეს სწორედ ბავშვების ხოცვაში. რა განაცხადეს იცით, რომ რატომ ხოცავდით ბავშვებს? იმიტომ რომ მე და სხვათა შორის აი ამას დაუდგა ლუკაშენკოს შესანიშნავი მემორიალები გააკეთა ბელარუსიაში. აი არაჩვეულებრივი ძეგლებია, რომ მამას გამოყავს ერთ-ერთი ძალიან შთამბეჭდავი, მამას დამწვარი შვილი გამოყავს. აი ესეთი ძეგლია, რომ ის მამის მეტყველი თვალები და ეს ბავშვი, საოცრებაა. თანამედროვე ბელორუსიას ვიძახი მე. და აი ეს ნაძირლები რით იმართლებდნენ თავს სასამართლოზე, როდესაც წარსდგნენ ისინი საბჭოთა სასამართლოს წინაშე. რომ მათ პროკურორი იკითხება, თქვენ ბავშვებმა რა დაგიშავეს, რატომ ხოცავდით ბავშვებს? ჩვენი მოსაზრება იყო, რომ ეს ბავშვები რომ გაიზრდებიან, გამომდინარე აი ამ ომიდან და დახოცილი მშობლებიდან, ისინი შურში ძიებენ და ჩვენი მტრები იქნებიან. აი ეს იყო ერთ-ერთი მათ შორის აი სისასტიკის და იქ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ყველგან სადაც იყო ოკუპაცია გერმანელებისა, მეტად თუ ნაკლებად და მეტად ეს იყო ბალტიისპირეთში, ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთშიც და ასევე ძალიან ბევრი იყო უკრაინაში კოლაბორაციონისტები, რომლებიც თვითონ იყვნენ პოლიციაი და თვითონ პოლიციები თვითონ მიუთითებდნენ გერმანელებს. ეხლა ხანს მამაჩემა მოგონება გამოაქვეყნა პატარა სტატია ვიქტორ ცხილაძემ, სადაც ეს მოგონებაა, რომ საპარიკმახეროში ვიყავი, ახალი გარდაცვლილი ყავდა მამა. და ამოვიოხრეო და ებრაელი კაცი იყო უკრაინიდან, მას 79 წელს. რატო ამოვიოხრეო უთხრა? და ესე მამაო და ვიზიარებ ძალიან ძიმეო, მაგრამ მე რა ვთქვაო, მე მთელი ოჯახი ამომიწყვიტესო ფაშისტებმა. მაგრამ ფაშისტები ხო ვიცი რომ ხეცები არიან, ვინ მიუთითა მათ რომ ჩვენ ებრაელები ვართ? ვინ მიუთითა? ვინ და ადგილობრივებმა? იქაურმა უკრაინის, ასე ვთქვათ, ცხოვრებლებმა. აი რამ განაპირობა? მე მესმის ბალტიისპირეთის დამოკიდებულება, ნუ თუ შეიძლება ეს გაგება, მაგრამ უკრაინა, აი რამ განაპირობა ეს? მაინც ისინი რითი შეიძლება ეს ძალიან სერიოზული საუბრის საგანია. ძალიან ბევრი უკრაინელი იბრძოდა და კი, რა თქმა უნდა, აქ ახლა რა თქმა უნდა, მთელ უკრაინაზე კი აღმერთვა დაიფაროს, ხო? მაგრამ რაღაც ნაწილი იყო და ის ნაწილი ხა უკრაინა დიდი რესპუბლიკა, ხო, მაშინაც მრავალრიცხოვანი იყო და ეს უფრო ჩანს და ყვირის და ეს იგი იყო ასეთი განწყობებიც. მაგრამ ძირითადი ნაწილი, რა თქმა უნდა, ებრძოდა ფაშს. სიდორუ კოპაკი ავიღოთ უკრაინელი, სახელგანთქმული
პარტიზანი. ხო, პარტიზანული რომელიც მე მგონი თუ სწორად მახსოვს ორჯერ მიიღო საბჭოთა კავშირის გმირობა. ხო და ახლა ისიც უკრაინელი იყო და ის ნაძირალაც. ამაზე არ არის ლაპარაკი. მე რამინდა იცი თქვა აი მაშინ გულბად არ დამავიწყდეს იმაზეც რომ გადავიდეთ ჩვენი მებრძოლები აი საკონცენტრაციო ბანაკში. აი სწორედ ეგ უნდა მეკითხა რა იცით ძალიან ხშირად ესე იგი იყო ხო ეგეთი მოსაზრება რომ ქართველი მებრძოლები დაუშვათ ჩაბარდნენ ტყვედ და ისინი არ იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ. ეს რამდენად აი რა საჭირო იყო აი ამ ლეგენდის მოგონება, რამდენად მართალი იყო ეს და ჩვენი პატიმრები, ჩვენი ქართველი მეომრები, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკებში, აი მათზე რა სიტყვი. იცით რა, აქაც სხვადასხვა ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთს. არა, მე მასობრივ უფრო მეტრაოდენებაზე ვამბობ. შეიძლება ხა თითოეული ადამიანი იყო ესე. იცით რა არის, ახლა ისიც არ არის სწორი და აბსოლუტურად არ არის სწორი, როდესაც ამბობენ თითქოს საქართველოსა ბოდიში ის ვინც ტყვედ ჩავარდა რომ ყველას უშვებდა აი სტალინი და წადიდა ციმბირში და აღარ უშვებდა სახლში და არა ტყუილია იყო რა თქმა კონტროლი იყო ამისი ფილტრაცია ხდებოდა მაგრამ უმრავლესობას უშვებდნენ აბსოლუტურ უმრავლესობას მაგრამ ნაწილი რაზეც ეჭვი იყო შეიძლება ზედმეტი ეჭვი იყო კი ბატონო მაგრამ იცით რა არ იყო თლათ უსაფუძვლო ეჭვი მე ვიცი ესეთი ხალხი რომ იყო ტყვეობაში კოლაბორაციონისტები, ხო? და იქ სხვა სიმკაცრე იყო, დღეს ახლა ნახეთ, აი რა ომებიც ხდება, იქ ტყვეთ რო ჩავარდება, ვიღაცა ლამის გმირია იმის გამო რომ ტყვეთ ჩავარდა. მაშინ პირიქით იყო. ეს ინფორმაციის წყაროები თუ სხვანაირი მიდგომა, სხვა დრო იყო, იქ ცნობილია რომ სტალინგრადი როგორ დაიცვეს, რომ საჭირო გახდა მეტი სიმკაცრე რომ პანიკიორების პირდაპირ დახვრეტა გახდა საჭირო. ის პანიკიორი ზოგი მართლა პანიკიორობდა, ბევრი კიდე ჯაშუში იყო. სმერში რატო შეიქმნა, ხო? აი ამის გამო არ არის საჭირო რომ სტალინსაც, ბერიასაც რომ გიჟებათ აცხადებენ, რომ თითქოს ეს მანიაკები იყვნენ და ხოცავდნენ ხალხს. ეს არის თუმცა ხოცავდნენ ხალხს. ვინ ხოცავდა ხალხს? არა, ნუ ერთი უდანაშაული, ჩემთვის ერთი უდანაშაული, რომელიც შეეწირება, ერთი ადამიანი არის სახელმწიფო მანქანა, რომელსაც არ გააჩნია არც ემოცია, არც არაფერი სხვა, ის არის აი ქართველებზე რა სიტყვით და ქართველებზე მე კერძოდ რამე ხლა რამდენი გვაქვს დრო, რამდენი მეწოთი ხომ? კი ბატონო, მაშინ მე შევეცდები ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მინდა გავაჟღერო. ჩვენ მქონდა მე თქვენ გაჩვენეთ ის ტელეხიდი, ესეთი არის ალექსანდრ ბრონისლავოვიჩ გრიბოვსკი, ადამიანი რუსეთში ცხოვრობს, ჩვენი რუსი მეგობარი, რომელმაც თავისი ცხოვრების გარკვეული პერიოდი ბოლო წლები მიუძღვდა დაკარგული ტყვეების ძებნას. არა მარტო ქართველების, მაგრამ მათ შორის ქართველების. და განსაკუთრებით ნაყოფიერად მუშაობს იგი ავსტრიაში, არის იქ მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკი. ეს მაუთჰაუზენი ავსტრიაშია, მაგრამ იყო დახაუ, რომელიც ბავარიაში იყო, დახაუს ცნობილი საკონცენტრაციო ბანაკი, იმის ფილიალი. მაუთჰაუზენში ყავდა ძირითადად საბჭოთა ტყვეები და ოფიცრები, არა უბრალოდ ტყვეები. და აი ამ ოფიცრებს შორის იყო არაერთი ქართველი. დადგინდა და დიდი ხნის განმავლობაში აწლეულების მანძილზე ზოგი 60-იან წლებში რაღაც კვალი გამოჩნდა. მიჩნეული იყო რომ დაკარგულები არიან, ზოგზე მიაჩნდათ აი რაც წეღან ვილაპარაკეთ რომ მოღალატეები არიან და ისინი იმიტომ დაიკარგნენ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს ადამიანები არიან ფაშისტების მიერ მოკლულნი იმ საკონცენტრაციო ბანაკში. და რატომ? იმიტომ რომ ისინი იყვნენ იდეური ადამიანები, არ ემორჩილებოდნენ ფაშისტებს, ყოველთვის ცდილობდნენ გაქცევას, გარბოდნენ, ასე ეგრეთ წოდებულ პაბექს ახორციელებდნენ, მაგრამ არც ერთს არ გამოუვიდა ეს ზოგი გაიქცა, მაგრამ იჭერდნენ და მერე ხრედდნენ ეს ფაშისტები. და ყველამ ეს სამწუხარო ბედი გაიზიარა და საბუთებში სპეციალურად როგორც ჩვენ ბატონმა გრიბოვსკიმ გითხრა სპეციალურად იყო არეული კვალი მათი არ წერდნენ რომ აქ დაიხრით ან დაიხრითა საერთოდ თუ რა მათი გვამებიც კი ფერფლად იქნა გადაქცეული და იქ არის ესეთი აშენ ფრითჰოფ იმ მაუთჰაუზენში ესე ფერფლის სასაფლაო ესეთი ეს არის ძალიან საინტერესოა ეს შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში
და მე ახლა მარტო იმ ქართველების სახელებს, გვარებს და დაბადების ადგილებს და წლებს წავიკითხავ 8 ადამიანის, ვინც უკვე დანამდვილებით არის დადგენილი, იქ სხვებიც არიან, სხვა გვარებიც არიან და ვიცი უკვე, მაგრამ ჯერ არ ვაჟღერებ, ვინაიდან ის ხალხი მათი ის ჯერ დადგენილი არ არის ბოლომდე და ვიზეთ დადგენილი არის, ახლა წავიკითხავ მე თქვენი ნებართვით. უფროსი ლეიტენანტი გაგნიძე კოსტა ქრისტესოვიჩ ქიტესას ძე ალბათ როგორც იმიტომ რუსულში ხშირი იყო შეცდომით დამახინჯებით იწერებოდა ქართული გვარები ესენი კარნახობდნენ ქართველები ამათ რუსული ცუდად იცოდნენ იმ რუსმა ქართული გვარები არ იცოდა და მახინჯდებოდა ასე გვარი 1905 წელს დაბადებული ეს გაგნიძე კოსტა ამბროლაურის რაიონიდან რაჭა ლეჩხუმი სოფელი კუვაცხუთი არ ვიცი თუ სწორად ვამბობ ეს სოფელი მე არ ვიცი კუვაცხუთი მეორე ლეიტენანტი გეგეშიძე მამანტი ილარიონის ძე 1916 წელს დაბადებული აბაშის რაიონში მარაკი ისა სოფელი მარაკი მესამე ლეიტენანტი დიასამიძე მამუდ ჰუსეინის ძე აჭარა 1918 წელს დაბადებული ბათუმთან ახლოსო და მერე დაზუსტებულია ქედის რაიონის სოფელი გულები დიახ თუ გულები ხო ალბათ გულები დიახ შეიძლება მეოთხე როგორც ჩანს ყავლაშვილი კავაშვილი წერია რუსულად მაგრამ ყავლაშვილი უნდა იყოს ლეიტენანტი სანდრო ლეონიდეს ძე 1920 წელს დაბადებული და სად არის დაბადებული ის არის დაუდგენელი სამწუხაროდ. მეხუთე ლეიტენანტი ივანე კინწურაშვილი 1921 წელს დაბადებული აფხაზეთში სოხუმის რაიონში. მეექვსე კაპიტანი მჟავანაძე დავით ალექსის ძე 1909 წელს დაბადებული სოფელ როხში ბაღდათის რაიონი იმერეთი. ცხოვრობდა ქუთაისში. მეშვიდე უფროსი ლეიტენანტი უმიკაშვილი იასონ გიორგის ძე 1902 ან 1903 წელს დაბადებული თბილისის მიდამოებში არა ამათ უწერია თბილისის მიდამოები გორის რაიონი რუისში ქარელთან ახლოს ხა არეული აქვს ნუ ის ქარელი და გორი ნუ ყოველ შემთხვევაში ეს იყო და მერვე ლეიტენანტი დგებუაძე სერგო ბოძოვიჩ ქართულად რომელი სახელი არ ვიცი შეიძლება ოსური სახელი არ ვიცი 1922 წელს დაბადებული ნახეთ აფხაზეთში გალის რაიონი სოფელი ოტობანი ალბათ ოტობაია ალბათ ხო და ეს 1922 წელს დაბადებული სხვა საბუთებით დაბადებულია თბილისში აი ეს არის ესე იგი გავიმეორებ გვარებს დიასამიძე, გეგეშიძე, გაგნიძე, ხო, არაუშავს ერთი წამი მინდა, ყავლაშვილი, კინწურაშვილი, მჟავანაძე, უმიკაშვილი, დგებუაძე. თუ ვინმე ვერ მოასწრო, გადაახვიოს ეს გადაცემა და მოისმინოს. ღმერთს ვთხოვოთ, რომ გაანაცვლოს მათი სულები და მადლობა უთხრათ აქედან, რომ სამშობლოს დასაცავად იბრძოდნენ. ჩვენი მომავლისთვის იბრძოდნენ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის და საინტერესო საუბრისთვის. გემშვიდობებით, მალე იმედია ისევ იქნებით ჩვენი სტუმარი. ჩვენ დავბრუნდებით ეთერში რეკლამის შემდეგ.